ახლა ვარ გელას. გაუმარჯოს. როგორ ხარ? თქვენ როგორ ახართ? ამ რამეში გასმენთ ხო? შვენიერი. ძალიან კარგად გელას, სხვათა შორის ეს სივრცე მომწონს, მობძანდი. და ძალიან სიგემრიელია, ვისაც გამოუცდია ერთხელ მაინც. მეც მომწონს. მათი განსაკუთრებით ხინკალი. ხინკალი არ მიჭამია. ნუ გასაჯი აუცილებლად. მოკლედ ამ შემთხვევაში რაღაცა ერთგვარ ორანჟერიის სივრცეში გიმასპინძლებთ. ჩვენ ჩაიზდოროთ, ხინკალს ახლა დღეს არ გაჭიმევთ. დღეს ხინკალი არ მომთხოვო გადაცემაში. დღეს ჩაიზე ვარ მხოლოდ. დღეს ჩაიზე გადავიაროთ. და თან ნახე ხო ვარ ამ რამეში თავისთავად ძალიან გემრიელად გელას, მაგრამ შენთვის თემატურად მნიშვნელოვან ადგილას, ნუ ფოლკლორის ცენტრის სივრცეში ვართ. დასაკვირველია და დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს თან ფოლკლორის ცენტრში. ხო, და მოდი აი ამ გეგმებზე ყველაფერზე. ლაკოდ პირველ რიგში გითხარი, მანსამბლით უნდა დავიწყოთ, მაინც ხადია, ჩვენ სხვა თემა შევეხებით, რაც საშუალებასაც დრო მოგცემს. მაგრამ გითხარით ანსამბლის სიახლეები, ვიცი რომ ძალიან აქტიურად ხართ, როგორც იდა კონცერტებით, საგასტროლო მოგზაურობებით და ეს ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ყველას მათ შორის თქვენიც როცა გადიხართ ეს წარმატებით, ეს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ამ დიდი სიმდიდრის პოპულარიზაციაა და ერთ-ერთი თქვენ ხართ თქვენ ამ ძალიან მაგარი სიტყვა არის ჩვენი ქვეყნის და ქვეყნის პრიორიტეტი, როდესაც არის ის კომპანია, რომელსაც შენ მართავ და მარტო კომპანია არ არის, ეს არის ერის ისტორია, მე ესე ვთვლი, ესე ვფიქრობ და სანამ დავიწყებთ ამაზე საუბარს, კიდევ ერთხელ მოგესალმები აქ ამ ლამაზ სივრცეში და ვისაუბროთ ყველაფერზე, რა ვიცი, რაც კი ხელოვნებას ეხება და ისე ზოგადად ქართულ კულტურულ ცხოვრებას. რაც შეეხება ჩვენი დასი, რასაკვირველია, სულ გასტროლებზე ვართ მთელი წლის მანძილზე. სულ, ესე იგი, უკვე მძულს ჩემოდანზე ჯდომა. აღარ შემიძლია ავტობუსში, ესე იგი, სამჯერ კახა გავიარე საბურავებზე 20,000 კილომეტრი, ეგ 60,000 კილომეტრი მთელი ევროპის მასშტაბით, რომ არ ჩავთვალოთ ჩინეთის დიდი მხარე, სადაც ერთი ისეთი გადასვლა ჰქონდა 3,000 კილომეტრი დავფარეთ ოღონდ უკვე ჩქაროსნული მატარებლით და ვართ ესე. გამოდივართ სოფლიოს წამყვან თეატრებში. გვაქვს ძალიან დიდი დასწრება, ძალიან მაგარი დასწრება, უკვე ბოლო 15 წელია, რაც მე ვმართავ. ჩვენს ხელმძღვანელობაში ვარ, რასაკვირველია ხა ჩვენმა საზოგადოებამ და თქვენც იცი და შენც იცი, რომ ამათ ჩემმა დაარსა ფოთიშვილების საცეკვაო ქორეოგრაფიული დინასტია. შემდგომ მე ჩემი ესე ვთქვათ გზა ავირჩიე, მიმართულება იგივე ჩვენს ოჯახში, ჩვენს ჰოლდინგში გავაკეთე ცეკვის აკადემია პირველმა, როგორც პროფესიონალური საცეკვაო სასწავლებელი და არა ის, რომ რაღაცა სტუდია ყოფილიყო და მე არაერთხელ მithქვამს თქვენთანაც გადაცემაში, რომ მე მიხარია, როდესაც გბაძავენ შემდგომ, ოღონდ კარგი ეს ნიშნის მოგებით არ ვამბობ, რომ ესე იგი ღირებული შექმენდი რაღაც. ღირებული რაღაცას გააკეთებ და აკადემია ყველამ დაარქვა და კარგია. პირველი თქვენ იყავით. ცეკვის აკადემიის. დიახ. მე ვიყავი ნოვატორი, მე ვიყავი. აი ეხა ნახე, ხო ხარ ხელოვანი. ეს გოგო ხო ძალიან უხდება ეხა ამ სერვისს, არა? აკაურო. მაგას გულისხმობ, როგორ უხდება ყველაფერი. თეატრალური სახეა. მადლობა დიდი, ხილის ჩაისწოთ, მადლობა ამარმა და მადლობა მომსახურებისთვის. რა ვქნა, ჩემი გული კარგად ზგერს და მიხვთა ჩვენმა გოგონამ და ხილის ჩაი მოგიტანა. აი გიგძნეს, მადლობა, დიდი მადლობა. და ხილის ჩაის სპონსორი. ხო, ხილის ჩაის სპონსორი გავაგრძელებ, რომ რაც შეეხება აკადემიას, ეს იყო პროფესიონალური სასწავლებელი და არის და ვზრდით ახალ თაობებს და მადლობა, რა ვიცი, იმ გამძლეობას ჩემსას და იმ მოგონებებს, რომელთაც არ ვისვენებ არასოდეს და სულ რაღაცას ვფიქრობ და სულ რაღაცას ვიგონებ, რომ რაღაცა ისეთი იყოს, თუნდაც გაყიდვადი, თუნდაც შემოქმედებითაც სწორი, გამართული და ასე შემდეგ.
ტრასტავარია სიახლე, ეს დანიშნულოვანია. შემდგომ უკვე გავაკეთეთ საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი. დაიწყო ამაზე საუბარი. იყო მეთქმა-მოთქმა, მახსოვს. მითქმა-მოთქმები, რომ რატო და მეფე არ ყავს და ასე შემდეგ და სხვათა შორის ეხლა რაც კარგია თქვენთან მინდა რომ გავაჟღერო ერთი ძალიან საინტერესო ამბავი სამეფო ნაციონალურ ბალეტთან დაკავშირებით, რამე თუ საპატრიარქოს არხზე ვიმყოფებით ეხლა და ჩვენ არ გადის ეს ულამაზესი და ძალიან კარგი ფინჯანი ჩაი თუ ფინჯანი შაქრი თუ უშაქროთ? ნუ მე უშაქროთ სულ ყველა. მეც უშაქროთ. ერთ-ერთი ჩაწერა მაქვს საპატრიარქოში ბატონ მერაბისთან, მამულაშვილთან და ნუ იქ იყო სატრაპეზო ესეთი ფანდიდან დავინახე ძაღლები მორბიან. ამ დროს 5 დღეში მივდივართ გერმანიაში, ვიწყებთ ძალიან დიდ გასტროლს. ეს არის 2000 თუ არ ვცდებით 11 წელი. მე 2009 წელს უკვე ჩამოყალიბებული მაქვს და უკვე ამ ბრენდის ქვეშ მივდივართ სამეფო ნაციონალური ბალეტის ბრენდის ქვეშ გერმანიაში, ვიწყებთ ძალიან დიდ ტურნეს. იქ გადავამოწმე მთელი ჩანაწერები, რა, როგორ დავალაგე ის და წავედით საჭმელად. ხედავ მორბიან ძაღლები. მე მეუბნება რომ ეხლა ნახეო უწმინდესი გამოვაო. მოდის მეუფე და მოყვება უკან უწმინდესი. მე რა ვსუთხარი რომ მე მეთქი ეხა მე უწმინდესი როდი შევხვდები მეთქი იქ ბევრი ინსტანცია უნდა ხო ამ შანსს ვერ გავყვა. ხო არ შეიძლება მეთქი რომ უბრალოდ დამლოცოს. კიო და გავიდა მეუფესთან უთხრა უწმინდეს და უწმინდესმა სად არისო ვინფოცხიშვილი არისო მოვიდესო. მივედი იქ რასაკვირველია როგორც წესი და რიგი არის მეტანია უწმინდესთან და ამონკაჩა თვითონ და დამიჯინა და ხელი დამადო ესე მხარზე და მითხრა მომიყევიო აბა რა ფოცხიშვილი მეო მურის ფოცხიშვილთან ძალიან მეგობრობდიო ძალიან ახლო ურთიერთობა ძალიან ახლო ურთიერთობა ჩვენც რიგი საბიძაშვილი ვართ და ერთი ბაბუიშვილები ვართ ხო და მოუყევი მეთქი ესე მამა გელოდი ფოცხიშვილი და სად მიდიხარო რა გასტროლიო რა ხდებაო მე ვთქვი ესე უწმინდესო აი ესე გავაკეთე სამეფო ნაციონალური ბალეტი და შემომხედა სამეფო უკვე მოვიდა. პაუზა და დამილოცნი ხარო შვილო ჩემო, აკურთხა და მითხრა რომ სამ რამეს გეტყვიო რა. ძალიან ბევრი სირთულე შეგხვდებაო, არასდროს არ მიატოვო ეს სახელიო, გაუფრთხილდი და გადაეცი თაობებსო და ესე სამივე ზინახავ ხო? ისე მოხდა რომ აკურთხა უწმინდესმა. იმის შემდეგ უკვე დაიწყო ისეთი მითქმა-მოთქმები, რაც თავარია გერმანიაში ჩავედით. ესე იგი, ადმირალ პალასი არის ესეთი ყველაზე ცნობილი სცენა. 7 ჯერ აიწია და დაიხურა ფარდა. 5 კონცერტი ჰქონდა მარტო ბერლინში და აი უწმინდესის, აი იმის შემდეგ უწმინდესი როცა კურთხევით საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი დღეს უკვე სახელმწიფო დასი გახდა და აი არ ჩამოდის საერთაშორისო სცენებიდან. სოფლიო ასპარეზის აი ესეთი დიდი რანგის სცენები. მე რა ძალიან მახარებს, აი რო ციხე შეიძლება დავიო. მაგისტვის არის, აქ არ არის დეკორაცია. მე იმიტომ წერ ასეთ სივრცეებში გადაცემას რომ მოვსვათ და ვისაუბროთ. რაც მახარებს, მე დავესწარი გასულ წელს, ხო, თქვენთან ერთ-ერთ წარმოდგენას და მე მახსოვს, მე როგორც მახსოვს უბრალოდ იდეა ესეც იყო, რომ აი მამა თქვენის რომ რაღაც ცალკე თავისი გაიკეთებინა, რომ და თქვენ ძალიან კარგად აგძლებთ ამას, რომ რაღაც აი სპექტაკლის სახე ქონა, ამბავი, ნახეთ, ამბავი მოგვიყევით, შესანიშნავი წარმოდგენა იყო. აი ამ სიახლეებს რო უკავშირდება, ესეც არის, რომ განვითარება ისტორიის მოყოლა ის ჩემთვის რო საინტერესოა ქართველისთვის წარმოიდგენია უცხოეთში ამას კიდე ორმაკი დატვირთვა აქვს და აი ამ კუთხით აწოდებთ თქვენ ფოლკლორს, ეს მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, ჩვენ იმთავითვე ბატონმა გელოდიმ დაიწყო და მიზანი იყო, რომ ჩვენ არ გვეცეკვა ეგრეთ წოდებული, როგორც ჩვენ ვეძახით, აკლონებით ცეკვები. ჩვენთვის ყოველთვის იყო როგორ გადავაბავდით ქართულ ისტორიას და როგორ ვამოგზაურებდით მსოფლიო ან მაყურებელს მთელ საქართველოში ისე რომ არ ყოფილიყო ეს ერთეული ნომრები და ეს ყოფილიყო გადაბმული, იქ ყოფილიყო დაუშვათ ის 19 საუკუნოვანი სამეფო ისტორიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, რაც
ეს რა თქმა უნდა, აქაც პირველები ვიყავით, რა თქმა უნდა, ნოვატორი ბატონი გელოდი იყო ამისი და მე მიხარია რომ გავიზარდე იქ, სადაც უნდა მართლა დავბადებული ყავი და მართლა დავიბადე იქ, რომ დიდ პედაგოგთან დავიბადე რა, ეს დიდი ბედნიერება არის. ეს არ არის შეიძლება გამართლება დაამთავრო, მაგრამ არ შეგხვდეს ესეთი პედაგოგები და როდესაც სახში ყავს დიდი პედაგოგი, ეს ძალიან მაგარი რამ არის, იმიტომ რომ ეს პედაგოგი თარომშობელი არ რთული არის? თარომშობელი არის, ეს კიდევ უფრო რთული არის, რატომ იცი? რამეს რო ვაკეთებთ, მეც, ჩემი ძმაც, ანუ ჩვენ ძირითადად ყოველთვის გავდიოდი ძალიან დიდ ცენზურას. განსაკუთრებულ ალბათ, იმიტომ რომ თან შვილები იყო. აი მე არ ვიცი ხა ის საბჭოთა კავშირის დროს აი კაკების ცენზურა იყო, მაგაზე უარეს. იმიტომ რომ ეს არ შეიძლება, არა, ყველაფერი შეიძლება, ოღონდ უნდა გააკეთოს სწორად და გამართლებული უნდა. გამართლებული. ნუ აკეთებთ მარტო ილეთს, გვეუბნებოდა თქვენ, ფიქრობთ ილეთზე და მეც დღესაც ცალკე ილეთი არ მჭირდება, ხო? დღესაც ესე ვფიქრობ, რომ ცალკეული ილეთი არაფერი არ არის, თუ არ ხედავ დასაწყისიდან დასასრულამდე რა იქნება და სად დააგებ მახეებს შემდგომ მაყურებლისთვის და ეს ყველაფერი ნუ ესე მოკლედ რო ახსნა, ვისწავლეთ და ეს იყო რა ჩვენი ამოცანა, იმიტომ გამოვირჩევით, როგორც სამეფო ნაციონალური ბალეტი, ასევე ჩემი ძმის დასი, ასევე მეტეხი, რომელსაც ჩემი ძმა რომელიც თავი დროზე ბატონმა გელოდიმ დაამარხა. აქეთ და ჩემი შვილები, მაგრამ ჩვენ ყველა მაინც ვართ ერთი დიდი ჰოლდინგი, ესე ვთქვათ, ჩვენ ვართ ერთი დიდი ხო, მე ერთად განგეხილოთ, იმიტომ რომ წეღანდელი ამბავი რო ვახსენოთ, თქვენი ძმის იყო, მაგრამ მე საერთოდ ფოცხი შვილების ამბებზე ვსაუბრობ. დიახ, და ეს იყო და არის დიდი ფოცხიშვილების ქორეოგრაფიული დინასტია. კი ბატონო, ამ დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი დღეს არის მსოფლიო ვარსკვლავი. ეგრე გამოდგა ეს. ხო და ნახე, ამაზეც მინდა ვისაუბროთ და ამსტერდამის სცენას იპყრობს და უკვე ძალიან წარმატებით. თუმცა მან სხვა მიმართულებით ცეკვა ისევ თქვენი დინასტიის და ოჯახის წევრია, მაგრამ სხვა მიმართულება აირჩია. მოდით გითხარით მაზეც, რომელმაც უკვე თავის სფეროში მსოფლიო ალაპარაკა. ალბათ გიორგიზე. გიორგიზე საუბრობ, ხადია, რომელიც მაყურებელმა კარგად იცის და გიორგიმ დაიწყო ჩვენთან ცეკვის აკადემიაში. ალბათ, ისეც არ იქნებოდა. საფუძველი შემდგომ ჭაბუკიანის ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში გადავიყვანეთ და შემდეგ 2 წელი ადრე უკვე გაუშვით ანუ ბაზა მაინც ფოცხიშვილური და კლასისაა, ხო, ფოლკლორია. ბაზა რომ ჩვენთანაც არ ყოფილიყო, სისხლი ქართველს ეგ არის. შესაძლოა სისხლი ეს გენეტიკა ეს საცეკვაო გენეტიკა. სისხლის ყივილს რო ვეძახით ეგ არის? შიგნით და თქვენ თუ ხედავთ და საზოგადოებაც ხედავს ქართულად ცეკვას. ჩვენ ესე ვარქმევთ პირობითად ქართულად ცეკვა ნიშნავს იმას, რომ ცეკვას მამაკაცი, მოდი ესე ვთქვათ. კი არ გენდერული იმითი ჩვენ არ ვიხილავთ ამ საკითხს, უბრალოდ ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ სცენა მაინც სცენა არის. და ცეკვას ისე რომ არის მამაკაცური და ეს ასაკურველია. დიდი წარმატებები აქვს ძალიან. დამსახურება გიორგი არის ამსტერდამის სახელმწიფო ბალეტის მთავარი სოლისტი, პრიმა მოცეკვაო. ხო, ესე როგორ უწოდებთ? გიორგი არის ასევე მიწვეული არტისტი სხვადასხვა თეატრებში, მსოფლიო წამყვან თეატრებში, ასევე არის, გალაშოუერის ერთგვარი ესეთი მიწვეული არტისტი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს, თავის მსოფლიო, ესე იგი, კორიფე არტისტებთან ერთად, როგორც არის რობერტო ბოლე, ანა ციგანკოვასთან ერთად ცეკვავს და თავის პარტნიორი არის ნატალია ოსიპოვა და აღარ მახსოვს გრანდები. გრანდები, პლუს ამას ეხლა გრანდი ქორეოგრაფები ჩამოდიან, ეხლა მაგალითად იწყებს ახალი დონ კიხოტის მომზადებას, ჩამოდის პარიზის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი, მისი დადგმა არის და ჩადის და გიორგისთან ერთად გააკეთებს ამ იმას და მე ვფიქრობ, რომ პარიზის ოპერაშიც ვიხილავთ ლასკოვას და ყველგან და ეს ძალიან დიდი წარმატება არის ჩვენი გვარის. რა თქმა უნდა. არმია მუშაობთ, არმია. მე ვფიქრობ, იმ დროს მე და ჩემი ძმა საუბრობდით, რომ არ არსებობს მსოფლიოში მე მგონი ამდენი ადამიანი იყოს რაღაცა ერთ სფეროში ჩაბმული, იმიტომ რომ
ჩემი ორივე შვილი ნიკუშაც ასევე ამსტერდამში სწავლობს, ამთავრებს ახლა და ძალიან დიდი წარმატებები აქვს. უბრალოდ ესეთი მორცხვი ბიჭი არის და თავის წარმოჩენა არ აქვს თავის წარმოჩენა. ასევე ჩემი ძმისშვილები მარიამი, ანდრია, ანდრო, ეს ვაჩე, გაბი ყველაც ეყვავენ. ოჯახში ერთ საქმეში ხო ეს ძალიან ისეთი. მე მგონი უნიკალური ოჯახთან გვაქვს საქმე. სულ ყველა და ხო, ნუ აი ესე რო არის, ხო იცი იტალიელების ცირკი ოჯახი. ეგრევაც და რავი, მე ვფიქრობ, რომ დიდ საქმეს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. იმიტომ კი არ ვამბობ ამას, რომ არ უნდა გავაკეთოთ. ხო, იმიტომ რომ ვაკეთებთ. გარკვეული პრობლემებიც გვაქვს. ნუ ხადია ესე ადვილი არ იქნება. ქვეყანაში არეულობა ისახება ჩვენზე, ნებისმიერი რამე, რაც შეიძლება ეკონომიური მდგომარეობა ქვეყნის და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს დაალაგებული, რომ გეცეკვებოდეს, გემღერებოდეს და თეატრისთვის იყო მზად. ხო, სწორია რა და ეს ყველაფერი რაღაც მომენტში ხელისშემშლელი ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც არ უნებდები რა, მე მაინც აღმოჩნდი ისეთი ძალის მქონე, რომ არ დავნებდი არასოდეს არ წინ და წინ. გელარ. ეხა ის ცოტა სხვა თემაზე უნდა გადავიდეთ. შენ ისე როცა უწმინდეს სისტემაზე მივედით, რაღაცნაირად შეგეცვალა ტემბრიც, ემოციაც, მე გითხარი. ზოგადად ტერმინოლოგიურად ძალიან სწორად მომიყევი, ბევრმა, აი ამით ხვდები ხოლმე ადამიანი ახლოს არის თუ არა ცოტა სარწმუნოებასთან. მოდი კითხავ, შენ დამოკიდებულება როგორია? აი ღმერთი თუ გწამს, როგორ გწამს და რაში გამოიხეტება შენი რწმენა? ღმერთის რწმენა ყველა ჩვენ, მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი უპირველეს ყოვლისა და ისევ დაუბრუნდები ერთ რამეს, რომ მთელ მსოფლიოში და ყველა აღსარებლობას ვარ შეჯახებული კულტურული კუთხით და რა თქმა უნდა, ეხლა მე მთლად ვერ ვიტყვი, რომ მე როგორც მართლმადიდებელი მთლად ტოლერანტული ვარ, იმიტომ რომ მე მწამს, რომ მართლმადიდებლობა არის ის რელიგია და ის გომა და ის ცხონება, როგორც ჩვენ ვისწავლეთ, როგორც ჩვენ გამოვიარეთ, რომ საჭირო არის, რომ შენ თუ ცხოვრობ დედამიწაზე და ღმერთი ვფიქრობ, რომ არსებობს, ეს არის მართლმადიდებლური გზით წასვლა. ეს არის ჩემი აზრი და ჩვენი სწავლება, ჩვენი სარწმუნოების სწავლებით. ეხლა მე ღმერთი მწამს, ყველა ჩვენთაგან ხავს გარკვეულად ჩვენი წარმოდგენის ღმერთი. ხო, მოდი ესე ვთქვა, იმიტომ რომ ეს ესეც არის იგივე მართლმადიდებელი, იგივე დიდ მოძღვრებს და ასე შემდეგ თავის წარმოდგენაში ყავთ ღმერთი და ისინი მას ესაუბრებიან და ამყარებენ რაღაცა. ესეც უნდა იყოს. მეც ასე ვარ და სხვათა შორის დიდი მხარდაჭერა, ესე ვთქვათ, და აი ნათელი გზა არის ხოლმე, რომ როდესაც გრძნობ, როგორ მე ესე ვთქვათ, ცოდვილი ადამიანი, რამდენ ცოდვას ჩავდივარ დღის მანძილზე, ნეფსით თუ უნებლიეთ თუ სიტყვით თუ საქმით თუ ასე შემდეგ, მაინც უფალი არის მოწყალე და მოწყალების ხელი ყოველთვის გამოწვეული აქვს ჩემთვის, ჩემი ოჯახის მიმართ და ჩემი სამეგობროს მიმართ და ეს არის ჩემი რწმენა რა, მე მაინც ვფიქრობ, რომ არ უნდა გავაკეთოთ ცუდში ბევრი რამე იგულისხმება. კაცის ყლა მარტო იარაღით არ არის. კაცის ყლა შეგიძლია სიტყვითაც, კაცის ყლა დამოკიდებულებით შეგიძლია დამოკიდებულებით მიიყვანო შეგიძლია ადამიანი მკვლელობამდე და ეს არის ჩემი რწმენა, რომ ხანდახან, როდესაც ჩვენ ორივე განვრისხდებით და არ გვაქვს, აი გვინდა რომ ვიღაცას რევანში აუღოთ, ხო, აი იმ დროს მე სულ რაღაცა მეორეის მებადება, რომ არა დაანებე თავი რა. შეგიძლია ეს? კი, შეიძლება. რა მოგერწესება? შემიძლია. ანუ შენ თავს ჯობნი ამით? ვცდილობ ყოველ შემთხვევისთვის და ჩვენი პროფესიაც ისეთი არის, რომ ბევრი რაღაცა ღალატი არის, ბევრი რამ არის, მაგრამ მაინც ვფიქრობ. კი, მიფიქრია, რომ აი ესე გაუსწორდებოდი ესე, მაგრამ ზუსტად რამოდენიმე წუთში არა, ღმერთო მაპატიე, მიუტოვე უფალო. ყველაფერი ისე კონდეს, როგორც მას უნდა. არც დასაჯო ჩემი გულისთვის და მაგ ეს რაღაცეები, იმიტომ რომ არა ვარ
სულით ბოროტი ადამიანი რა, მაგრამ ხორციელი რაღაც გრძნობები გვაქვს ყველა ჩვენთანაც და სამწუხაროა, მაგრამ არაუშავს მაგის გარეშეც არ გამოვა რა ეს ამბავი და თავარი არის რომ სიყვარული გქონდეს, სიყვარული უნდა გქონდეს შენი ქვეყნის, შენი მეგობრების, შენი ოჯახის, დედის, მამის, რა ვიცი, ყველა იმ საქმის რასაკვირველია, მე შეიძლება ბევრი არ მეგულებოდეს ჩემს საქმეზე, თავის საქმეზე ისე შეყვარებული მართლა როგორც მე მიყვარს, ზიაღმატებულად მიყვარს ჩემი საქმიანობა და არ ვანსხვავებ ჩემი ოჯახისგან. ერთხელ ესეთი რამ იყო, მე და ჩემი მეუღლე რეპეტიციიდან ღამე გვიან ბრუნდებოდით და შევედით ერთ-ერთ მარკეტში ესე ვთქვათ და დახთან ვდგევართ, სადაც რძის ნაწარმი არის და ხელში გვიჭირავს ორივეს იმას მაწონი მეძე თუ რაღაცა და მიუბრუნდით ერთმანეთს და კიდევ ჩვენ საქმიანობაზე ლაპარაკობდით რამოდენიმე წუთი ესეთ ხილულის და აი მაცირები სადაც განან დგას იმ დახთან ესე ვსაუბრობდით და რაღაცას ვიხილავდით და რაღაცა იქ აუ ვარგა და ის და ბოლოს ერთმანეთს შევხედეთ და ხვაფრი ხედა აღარ გვინდა სახში აღარ ვისაუბროთ მაგრამ არ გამოდის, არა, დილა იწყება საქმით და თავდება. ანუ ჩვენი ოჯახის ნაწილი, აი წარმოიდგინეთ, რომ მეტი არაფერი არ ხდება. წარმატებები ამ საქმეში. დიდი მადლობა საუბრისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენს ტელევიზიას, თქვენს არხს და ძალიან კარგი საქმეა. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ძალიან კარგი არის, რომ როგორც ფიროსმანმა დავისხათ ბინჯანი. დავდგათ სამოვარი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე, ნეტა მარტო ეგ კონდეს სასაუბრო და სხვა ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში იყოს აწყობილი და მსოფლიოში რასაკვირველია. კი ბატონო, ხელოვნება მე რო ვიშვა. გაიხარე, გელა, დიდი მადლობა. 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 ეგ არის